დღეს ხშირად ვაწყდები აზრებს ადამიანებში და მწერენ, რომ თავში მომივა ცუდი აზრი, მე ამაზე ვნერვიულობ, განვიცდი, რა ვქნა, რატომ მოდის ეს, რატომ აქვს ესეთი ცუდი აზრები მე და დარწმუნებული რატო ხარ, რომ ის აზრები, რაც თავში მოგდის, შენია. აი საიდან დაასკვენი, რომ თავში ცუდი აზრები, რაც მოგდის, შენია. განსაკუთრებით თუ არ ეთანხმები და ნერვიულობ იმ აზრზე, რატომ მოგდის თავში. თუ არ ეთანხმები იმ აზრს თავში და თუ განიცდი ამ აზრზე რა ცუდია, რატომ გონია რომ ეს აზრი შენია და რატომ ფიქრობ რომ გარედან არ შემოვიდა ეს. შენ თავს ჰიპოფიზს ამის უნარი აქვს რომ გარე აზრები დაიჭიროს. თუ რაღაც სტრესში ჩავარდი, რაღაც ნეგატივებში წახვედი, შენი თავდაცვითი აურა ისე სუსტდება, რომ ბნელები ადვილად გაწვდიან თავში აზრებს, სამარცხვინო აზრებს, რომ მერე შეგწხვეს, ინერვიულო ამაზე და ამ ნერვიულობით ამ იმით უფრო გიზრიერდება მერე სხვა უფრო ბოროტული აზრები. რადგან არც ფიქრების კონტროლი გაქვს, ფიქრების კონტროლის მექანიკა დევს გამთრიანებაში, როგორ მოიპოვო, არ გაქვს არაფერი და თან ისიც კი არის, რომ შენი აზრების 95% შენი არ არის. მეცნიერულადაც კი მეცნიერება დაამტკიცეს, რომ ტვინში ადამიანის თავში აზრები რაც მოდის, მისი არ არის და შენ ვერ გაგიგია, რომ შენს თავში მოსული გარე აზრები შენი არ არის. ნახე, ჩემს თავში აზრები რაც მოდის, ჩემ თავში აზრების 98% უფრო მეტი, მაგრამ თავდაბლობ არის ჩემი. რატომ? იმიტომ რომ მე მაქვს ფიქრების კონტროლი მოპოვებული და ჩემს თავში თუ რამე ეცდება რომ წარმოიქმნას, საწყისშივე ვაჩერებ, არ ვაღვივებ და შენ ეს კონტროლი რომ არ გააქვს, მიმღები ხარ პირდაპირ, იღებ ყველა ინფორმაციას რადიოსავით გარეთ. გარე რა ტალღებიც მოძრაობს, ყველას იღებ და მერე გცხვენია ამ აზრზე ცუდად ხარ. ვაიმე ეს რატომ მომივიდა? ვაიმე ოჯახის წევრზე ესეთი ცუდი აზრი რატომ მომივიდა? ვაიმე იქ ეს რატომ მომივიდა? ვერ ხვდები რომ შენი აზრი ეს არ არის. გარედან შემოსულია, კონტროლი არ გაქვს ფიქრების და შენი აზრი გონია, მერე გარცხვენს ამ აზრზე და ასე შემდეგ. შენი აზრი რანაირად არის? მოგივიდა თავში და გული გერევა, მომიტევი ამ სიტყვისთვის იმ აზრზე და საერთოდ არ გინდა ის აზრი და არ ეთანხმები. რანაირად არის შენი აზრი? კითხვას გისვამ. და თუ ამის არ გჯერავს, მაშინ რისი გჯერავს? შენი აზრით ღმერთი როგორ გელაპარაკება და სატანა როგორ გელაპარაკება შენი აზრით? აზრებში, ხო? ესე იგი, რასაც მე გიხსნი, საქმეა ამაში. მაგრამ აქ არსებობს ერთი მთავარი მაგრამ. შენ თუ მოგივიდა ბოროტული აზრი და 1 წამი გავიდა, 2 წამი, 3 წამი და ამ აზრს არ ეჭიდავები, ესე იგი შენია ეს აზრი და ბნელმა მოგაწოდა, რა თქმა უნდა, შენი არ არის, მაგრამ შენ ეთანხმები და ბნელის მოწოდებული აზრი შენი ხდება უკვე. მაგრამ თუ მოგივიდა თავში ცუდი აზრი, 1 წამი გავიდა და მეორე წამს უკვე მაშინვე არ გეთანხმები, ეუბნები და ვინახარ გადი, ის არ არის შენი აზრი და ნუ ნერვიულობ მაგაზე რომ ვაიმე ეს რა მომივიდა, შენ არ მოგცვლია ეგ აზრი თავში. თან მოგდის ცუდი აზრი და თან სირცხვილის გზნობა ერთად თავში. ერთ პაკეტად გესვრის. მაგ დროს კი არ უნდა ინერვიულო, კი არ უნდა განიცადო, რაც არ უნდა კოშმარი აზრი მოგივიდეს. უბრალოდ არ უნდა დაეთანხმო და დაილოცე. ვიღაც ადამიანზე მოგივიდა ცუდი აზრი, დაალოცე პირიქით. რაღაც მოგივიდა ნეგატიური, უფალო შემიწყალე მეცოდვილი, დამიფარე უფალო, მშვიდი თქვი, არ ინერვიულო ამაზე. შენ რომ მოგივიდა, შენ ეს ლოცვა იმიტომ უნდა თქვა, რომ ეს ბნელი განაგდო აზრიდან და არა იმიტომ რომ შენ თქვი ეს. ხოლო თუ შენ ამას დაეთანხმე და გავიდა 5 წამი, 10 წამი და უსმენ, აბა კიდე რას მეტყვი ბოროტულს ამ ადამიანზე, ესე იგი შენ უსმენ ამ აზრს და შენია, მაგრამ თუ მყისიერად აგდებ, შენი არ არის და უფალს თხოვე რომ განაძევოს ამ ბოროტი აზრის უკან რას დგას ის არსი. ლოცვით უნდა დახვდე, სტრესით და ბნელის წისქვილზე წყლის დასხმით კი არა. შესაძლოა ის აზრები რაც თავში დაიჭირე, გვერდით ვიღაც ადამიანი ფიქრობდა მაგ ბოროტულ აზრებს და ემპათი ხარ და პირდაპირ ემოციურად აზრის სახით წაიკითხე. მოკლედ რა აზრიც არ უნდა მოგივიდეს თავში. თუ არ ეთანხმები 3 წამში, შენი არ არის და ლოცვით დახვდი და შვიდში იყავი. განაგრძე ჩვეულებრივად ცხოვრება. ბნელები იცით როგორ რაღაცას გვანან? როგორც აი მარკეტინგული კომპანიის წარმომადგენელი რო გირეკავდეს და შენ ყურმილს იღებ და გეუბნება შეიძინე ეს პროდუქტი, ესქენი, ისქენი, ბნელი ესე გთავაზობს. ადამიანებზე გაბრაზდი იმაზე, ცუდია ის, ეს ესეთია, მახინ ჯაზრებს გესვრის და მარკეტინგულად გთავაზობს შეიძინე ეს. და შენ თუ ამას შეიძენ, ანუ შეძენა არის როცა უსმენ და განაგრძობ. ამას თუ აკეთებ, ესე იგი ეთანხმები. აი მაგ დროს უკვე უნდა მოინანიო, მაგრამ თუ არ ეთანხმები 3 წამის მერე, შენი არ არის და ლოცვით დახვდი და განაგდე და მშვიდად განაგრძე ღვთიურობაში, მშვიდში ცხოვრება და მყოფადობა. ამაშია საქმე. იყავი მშვიდში, ღმერთთან იყავი და კარგად იქნები. დაგლოცოს უფალმა. დალოცულები იყავით ყველა. ამინ, ამინ, ამინ.